რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ეს ავტომობილოგზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთია, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. რიკოთის გზა დაიყო 4 ნაწილად, საიდანაც ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთი ყველაზე რთულია. აღნიშნული გზა თითქმის 12 კილომეტრის სიგრძისაა და მშენებლობას ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია ახორციელებს. გარემოს დაცვითი ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა ავტობანის მშენებლობას აკვირდება და იკვლევს, უქმნის თუ არა საფრთხეს გზის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული პროცესები ადამიანებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს. მაშინ ისეთ საფრთხე არ იქნებოდა, სანამ ეს არ იყრებოდა იქა და ახლა გვეშინია. რომ ჩაიკეტოს ამ მოზღვევებულმა ნამქანებმა რომ ჩაკეტოს ეს მდინარე, ასე უხრა ვინ მოვა და ვინ გაუშვებს იმას. სანამ არ დაგუბდება, გადმოტეხავს მე რაღაცას იზავს და გამოიღებს იმ ქანებს სულ 50 მილიონი კუბი იყო შარშან ხობამობა და შეიძლება ახლა მეტიც. ის მასა რო აქ ჩამოვა, რას იზავს? ავტობანის მშენებლობის პროცესი ფუჭიქანების სამშენებლო არეალიდან გატანას და სადმე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაყრას მოითხოვს. ჩუმათელეთი ხევის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად, ავტობანის მშენებლობისას წარმოქმნილი ფუჭიქანები ქალაქ ხაშურის სიახლოვეს შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა განეთავსებინათ. თუმცა ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ 2019 წელს ტერიტორიის ცვლილება მოითხოვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო სკრინინგის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანია სანაყაროს მოსაწყობად ახალ ტერიტორიაზე აღარ დასჭირდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. ასე გაჩნდა სანაყარო სოფელ ხევში. ჩვენ ადგილზე ჩავედით და მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელს შევხვდით. გამარჯობა მარი, როგორ ხართ? კარგად, ეს არის ერთ-ერთი სანაყარო, რომელიც უნდა დავათვალიეროთ. სოფელი ხევი. სოფელი ხევი. კი ბატონო, შორს არის აქეთან. არა, ფეხით გავივლით. გავიდეთ მაშინ. ეს არის ხევის სანაყარო, პირველ მონაკვეთზე, ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე, რომელიც გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ინერტული მასალა, რომელიც გროვდებოდა გვირაბების კეთების პროცესში, დაესაწყობებინათ სადმე. გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება როცა გაიცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც ეწერა, არის რომ უნდა მოწყობილი იყოს სადრენაჟო სისტემა. მაგრამ ადგილზე დათვალიერებისას ხედავთ, რომ უბრალოდ ეს სისტემები დღესაც არ არსებობს. და სიღრმეში შევიდეთ და იქაც ვნახოთ რა სიტუაცია. ეს ბეტონის კედელი, რასაც ხედავთ, არის დამბა, რომელმაც უნდა შეაკავოს ეს მასა. თუმცა საკმაოდ უხარისხოდ არის მოწყობილი, როგორც ხედავთ, მიწას აცლის წყალი. რამდენად უსაფრთხო არის ეს ამ სანაყაროს არსებობა აქ? ძალიან ბევრი კითხვას აჩენს, რადგან სანაყარო, როგორც ნახეთ, მდებარეობს ადგილას, რომელიც რეალურად არის მშრალი ხევი, საკმაოდ მოწყვლადი ტერიტორია. გარდა ამისა, თუ გადავიხედავთ, სანაყაროს ქვეშ გადის მაგისტრალი, აქვეა სოფლის სკოლა, აქვეა ასევე მდინარე რიკოთულა ძალიან ახლოს და აქვეებით ასევე მოსახლეობა ცხოვრობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილობრივებიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სანაყაროს აქ მოწყობასთან დაკავშირებით და ცდილობდნენ მის დახურვას. რეალურად ადგილობრივებს შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ გამომართლათ, რადგან მეწყერით ჩამოსწვა ამოსასვლელ გზაზე და უკვე კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა ამ სანაყაროსის სარგებლობა. ჩვენ ხევის სანაყაროზე გადაღებული ახალი ვიდეო მასალა ილიაუნის პროფესორს, გეოფიზიკოს ზურაბ ჯავახიშვილს ვაჩვენეთ. რამდენიმე თვის წინ ის თავად იმყოფებოდა ამ სანაყაროზე. აი ამ ეს სანაყაროები გვიჩვენებს, რომ თვითონ ამ კადრებში ჩანს, რომ არავით არის სამუშაო შემდეგ არ ჩატარებულა მათზე. ამ სანაყაროსთან დაკავშირებით პირველი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე და ზოგჯერ 10 მეტრსაც აღემატება ძალიან ხშირად აი სიმაღლე ამ ნაყარის და მასა, რა ვიცი, რამდენიმე ასეული ტონა შეიძლება იყოს, სადაც შეიძლება ასეთი სახიფათო მოვლენები, როგორც აი მეწყერი, ღვარცოფი წარმოიქმნას, აი მით უმეტეს აქ ხედავთ ამ სანაყაროზე, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარი კაშხალის მაგვარი ნაგებობა აგებული, რომლის ცენტრში
დიდი მილია სადრენაჟოდ, რომელიც არის გავსებული მთლიანად, თავის ფუნქციას რა თქმა უნდა ვერ შეასრულა ვერაფრით და ორივე მხარეს საკმაოდ ღრმა კალაპოტია გაჭრილი. მარჯვენა მხარეს უკვე სოფელია, სასაფლაოა, ეკლესია, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სავარაუდოდ საფრთხეს შეუქმნის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტერიტორიის რეკულტივაცია ხელახლა. ჰუმუსოვანი ფენა უნდა გაეტანათ თავიდან, რაც მოხსნეს, თუმცა ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს ფენები მოიხსნა თუ არა და როგორც ჩანს, ამ ფენების მოხსნის გარეშე პირდაპირ დაიწყეს აქ ნაყარის განთავსება და უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები, რომელიც ამ სანაყაროს უსაფრთხოდ ფუნქციონირებას გააგრძელებდა. მას შემდეგ რაც ეს სანაყარო დაიხურა, ფუჭიქანების გადაზიდვა დაიწყეს მეორე სანაყაროზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ვერტყუჭალაში, დაახლოებით აქედან 10-15 კილომეტრში. ახლა შეგვიძლია გავიდეთ და ეს სანაყაროს დავათვალიერებთ. კი ბატონო, წავიდეთ. ახლა ვიმყოფებით ვერტყუჭალას სანაყაროზე. ბოლოს აქ ვიყავით 22 იანვარს და აქ იყო სამანქანე გზა, რომლითაც გადაჰქონდათ ტვირთები და ჩვეულებრივად მუშაობდნენ იანვრის ბოლოს. დღეს ხედავთ, რომ უკვე მდინარე როგორც ჩანს ადიდდა და მთლიანად ეს გზა თან წაიღო. სანაყარომდე მისვლა უგზოობის გამო ვერ შევძელით. ამიტომ ვიდეო კადრები დრონით გადავიღეთ. სანაყაროს მიმდებარედ შეინიშნება შეგუბებული ადგილები. ჩვენს მიერ გადაღებული კადრები ჰიდროლოგ ნიკა წითელაშვილს ვაჩვენეთ და ვკითხეთ, არის თუ არა საშიში სანაყაროს ამ ფორმით არსებობა. იგი ფუჭიქანია, ეს ამას მარტივად ექვემდებარება ეს წყლის მიერ ეროზიას და ტრანსპორტირებას შესაბამისად და თუ ეს ყველაფერი მასა მოვიდა მოძრაობაში წყლის დახმარებით, თავისთავად ღვარცოფული პროცესად შეიძლება განვითარდეს. ეს არის შეგუბება? კი. რამდენიმე შეგუბება არის. ფაქტია, არასწორად აქვს განთავსებული. გაჩნია ის ტბა რა ზომის არის. ანუ ტბის ზომა როგორია, თქვათ, ფუჭიქანების ზომასთან მიმართებაში. სულ მცირე რო ეს მასა მოვიდეს მოძრაობაში, მინიმუმ 30-40% წყალია საჭირო მთლიანი მასით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის გადაწყვეტილებით, ვერტყუჭალას სანაყაროზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაიგეგმა ნაპირსამაგრი და დატბორვისგან დამცავი ღონისძიებების განხორციელება, თუმცა სახელმწიფომ ეს დაპირება არ შეასრულა. მდინარე მეჩხეთურა, რომლის ხეობაშიც არის სანაყარო განთავსებული, უერთდება მდინარე ცირულას. აქ სანაყაროსთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 300-400 მეტრში უკვე მოსახლეობა ცხოვრობს, რაც ღვარცოფების რისკის დასთან ერთად ადგილობრივებსაც უქმნის საფრთხეებს. სოფელ ვერტყუჭალაში ჩვენ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს ვესაუბრეთ. ბეტონის არხი უნდა გაკეთებული იყოს, სადაც ეს მდინარე უნდა წასულიყო კალაპოტი და ქონებოდა თავისი. ახლა ეს მდინარეა გაბნეული მიწაში, ეს ზედა ქანები რაც დაგვილია მიწა დადის. ეხლა კიდე სასიჭროება ეს არის, რომ თოვლია. ახლა კიდე ხვალიდან ცუდი ამინდები უნდა იყოსო. აი ეს ერთმანეთს ემატება და რო რაღაც მოხდეს, ამის პასუხისმგებელი ვერავინ არ ხდება. რატო უნდა იყოს ისიც ხეს, რატო უნდა ცხოვროთ ესე დაძაბულად. ყველაფერი კარგად დაათვალიერეთ, ძებზე კარგად უყურებთ. ამას უკვე პატრონი არ აქვს. აღარც მოსახლეობას არ გვაქვს პატრონი რაღაც უყურებთ მეთით. ყველა გვეშინიათ, მაგრამ ხმას არ ვგებულობთ, ვერ ავიღებთ ხმასა და რატო ვერ გავიგე კაცო. ესე ახლა ბოდიში თქვენთან, მაგრამ რომ მოიყვანა ტელევიზია და თქვა ნაციონალი ხარო. ნუ რატო ვარ ნაციონალი? მე არ ვარ, არც ერთი პარტია არ მაინტერესებს, კაცო, არც ნაციონალი, არც ოცნება, არავის. უბრალოდ მაინტერესებს ჩემი სოფელი, მე ხო აქ უნდა ვიცხოვრო. ვერსად ვერ წავალ. დინარე მოდის პატარა, დიდი არ არის, მაგრამ იმან ადიდება ისიც ძალიან სასწაულად. ადიდება და ეს პატარა დარჩენილი გამოსასვლელი. ეს რო იყრება, ეს მიწა ახლა ის ჩაშვავდება დაბლა, შეაგუბებს იმას. დადგება დიდი უშველებელი წყალსაცავი და გადმოტეხავს მერე და წაგვიღებს სულ აქ მთელ ხეობას. კი არა, ზესაფონს აგუძებს კიდე. ეს სამი საშიშროება გვაქვს და მის მეტია. საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა ფუჭიქანების სანაყაროები სოფელ ხევსა და ვერტყუჭალაში, რა კვლევის საფუძველზე არის შესწავლილი უსაფრთხოების საკითხები, რა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ მოსახლეობა და ძვირადღირებული ავტობანი არ დაზიანდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მოგვაწოდა.